ავტომობილები. და რატომ არის ეს ავტომობილები შემოყვანილი, ხო? ბატონო, რა თქმა უნდა. კარგი, მოდი, გავაგრძელოთ. არსებობს თუ არა, ატყუებენ ადამიანებს თუ არა, რომ თითქოს და ბატონო კოტე, ატყუებენ ადამიანებს თუ არა, თითქოს და აქვთ რაღაცა ცენტრი მომსახურეობა გაყიდვის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი აწეთ ცოტა ეს არის ჩემი აზრით ისეთი ინფორმაცია, რომელზეც თვითონაც არიციან ამაზე პასუხი, რადგან გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც მათე მოტორში შემოვა და ნახავს ჩვენ შოურუმს, იმის უკან დგას შოურუმზე დიდი სერვისი, რომელსაც გამომდინარე აქედან ჩვენ იმიტომ ვაძლევთ 10 წლიან გარანტიას, რომ ვართ პასუხისმგებელი იმაზე ჩვენს გაყიდულ ჯეტურზე, რომ 10 წლიანი გარანტია მიცემული ჯეტურზე ნიშნავს, რომ 10 წელიწადი ის სერვისი, ჩვენი სერვისი ნამდვილად მოემსახურება და ამ ეტაპზე ადამიანები, რომლებიც ჯეტურს ყიდიან, სხვა კომპანიები არ ამგონია, რომ ამ ხელა სერვისი კონდეს. ამაზე არ არის საუბარი, შენ რა გაქვს ამაზე არა საუბარი. თქვენ ხართ განაწყენებული, იმიტომ რომ ხალხს ატყუებენ, გვაქვს სერვისი და რეალურად თქვენ სერვისს ვერ მიაგენთ. არ არის სერვისი. არ არსებობს. სერვისი იქ ახლო არსად არის, სადაც ჯეტური გაკეთდა. და არ არის სერვისი. შესაბამისად არ არის. კარგი. იურიდიულად, ქალბატონო თეონა. იურიდიულად როგორ არის? ერთ-ერთი ჭეკლასის ტელევიზია, თქვათ, რომელსაც 200-300 კაცი ყავს, თლიანად წელიწადში მაყურებელი, ხალხი შეყავს თუ არა შეცდომაში როგორ ხდება? შეყავს თუ არა შეცდომაში, რომ ესენი არიან ექსკლუზიური დილერები, წარმომადგენლები და ქვეყანაში არიან ყველაფერი. ამ დროს რა ხდება? რაღაცა თანხის გამო ეს ადამიანი ამბობს ტყუილს, ხო? რომელიც მოსახლეობა ნახა. ხო, ტყუილია. აი ამ ტყუილის გამო რა ხდება? იურიდიულად. როცა თქვენ ხვალ მიიყვანთ ავტომობილს და ეთქვით, აი ავტომობილი, მე შევიძინე თქვენგან. ორი ავტომობილია, ხვალ გინდა თქვენ წახვიდეთ, მიუყვანო და ეთქვით, აი შემიცვალე ამორტიზატორი. და ვნახოთ ერთი რამდენ ხანში შეგიწვია და სად არის ეს ცენტრი, ხო? და ამ დროს არ აღმოჩნდება არც ამორტიზატორი, არც პროფილაქტიკა. ამ დროს ჟურნალისტი, ვითომ ჟურნალისტი, ესეც ვითომ ჟურნალისტი, ხო? წადი ბიძია და ლექცია წაიკითხე, თუ წაიკითხავ რა ჟურნალისტი, ისი ჟურნალისტი. არავითარი საბუთი არ გაგაჩნია ჟურნალისტობის და ხალხს ატყუებს, ხო, სირცხვილია. არის თუ არა ეს სირცხვილი? არა მარტო სირცხვილი და შედიან გარანტიას აძლევ ადამიანს და შემდეგში მოდის და ვერ ასრულებს შენს მიცემულ გარანტიას აქ მომდინარე. არა, აი მე გეუბნები ჟურნალისტიდან.